სააკაშვილი შეიძლება ციხიდან გაათავისუფლონ და ქვეყნიდან გაუშვან. ყოველ შემთხვევაში ახლახან გახდა ცნობილი, რომ ქართული ოცნება გეგმავს სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანოს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც მოხდილი აქვთ სასჯელის ნაწილი, გაძევდებიან ქვეყნიდან. სააკაშვილი კი მოგეხსენებათ არის მხოლოდ უკრაინის მოქალაქე, ან ის უცხო ქვეყნის მოქალაქე არის. ანუ ლაგდება ყველაფერი იმისზე, რასაც უკვე ერთი თვის წინ და ასე შემდეგ ლაპარაკობდი გემახსოვრებათ. ის შეტევა ოპოზიციურ ალიანსზე, რაც მიზანმიმართულად ხდება სააკაშვილის მხრიდან, ამას შეიძლება მხოლოდ ერთადერთი ახსნა კონდეს, რომ მან გამოიმუშაოს ქვეყნიდან გათავისუფლების, ქვეყნიდან წასვლის ბილეთი ივანიშვილისგან. იმიტომ რომ იმის ლაპარაკი, რომ სააკაშვილის მხრიდან ოპოზიციური ალიანსის კრიტიკა ემსახურება იმას, რომ ოპოზიციური ალიანსი დასუსტეს და ხალხმა საპროტესტო ელექტორატმა აღიაროს სააკაშვილი ერთადერთ ლიდერად გამორიცხული, ეს ნონსენსი, ეს არ მოხდება, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი ჩემი დაკვირვებით 70-80% მინიმუმ ისეთივე ანტინაცია ამ საპროტესტო მოძრაობაში, როგორც ანტიკოცი. ხო და რჩება ერთადერთი ვარიანტი, მეთქი ეს პირადადაც მოვახსენე არაერთ ოპოზიციურ ლიდერს, რომ ამას ემსახურება სააკაშვილის ეს გაუთავებელი შტურმი ოპოზიციაზე. არავინ არ ჩათვალოს, რომ აი სააკაშვილი ვეღაც უპასუხა, არავის არ უპასუხა. 26 მაისის აქცია რო ჩაინიშნა, თვენახევრით ადრე დაიწყო სააკაშვილმა ეს მიზანმიმართული რწმენა ყოველდღიურად დღეში რამდენჯერაც კი პოსტებით თავისი გვერდიდან. ეს იყო მიზანმიმართული შტურმი ოპოზიციური ალიანსის დასამცრობად. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ რაღაც სქიზმა შევიტანო ვიღაცაში, ან ოპოზიციური ალიანსი ვიც ფეხზე მკიდია ნაცმოძრაობას და ოპოზიციური ალიანსში შემავალი პარტიებიც ეგენი არ არიან ჩემი არც ყოფილი ვარ მაგათი ამომრჩეველი, არც ვარ და არც ვიქნები. ხსნი სიტუაციას. გავიაზროთ რა ხდება. და არ დავაზიანოთ ეს ოპოზიციური ალიანსი. კიდევ ერთხელ ვიმოვარებ, საუკეთესო ვარიანტი. ისე არ მოხდეს, რომ სააკაშვილი ისევ ციხეში ჩატო, ტყილა გამოაყენებინონ ეს ოპოზიციური ალიანსის წინააღმდეგ შტურმი და გადააგდონ, როგორც გადააგდეს უკვე ერთხელ, როცა შალვა ხაჭაპურიძე დაინიშნა ადვოკატად და უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ გამიშვიდა აქედან, არ გაუშვეს. თავიც გააბანძივინა და ვერც ვერაფერი გააკეთა.